ეს ორი корпуსი მალთაყვის დასახლებაში მდებარეობს. აქედან გზა სანაპირო ზოლამდე მივყავართ, თუმცა იგი მოუწესრიგებელია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა წვიმის დროს. корпуსებამდე მისასვლელი გზა იტბორება, რის გამოც იქ მცხოვრებლებს გადაადგილება უჭირთ. დევნილები ამბობენ, რომ დანგრეული გზის გამო აქ შემოსვლას სამარშრუტო ტაქსის მძღოლებით თავს არიდებენ. ამ დასახლებაში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი საერთო პრობლემა დაუსახლებელ პუნქტში ყოფნა. დევნილები გვიყვებიან, რომ ახლოს არც აფთიაქი და არც მაღაზია. იმისათვის, რომ მათ საყოფა ცხოვრება ან საკვები პროდუქტები შეიძინონ, გურიის ქუჩამდე უწევთ გამოსვლა. მანძილი კი შორია. ინვალიდები ვართ რა, ავადმყოფები ვართ, 72 წლისა ვარ. და ძლივს მოვდივართ. პირველი მოხმარება რომ ვიყიდე და რომ წავიდეთ, იქით უნდა წავიდეთ ცხრაიანებს. ეს გვაწუხებს. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ корпуსებში საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელია. ბინებს აწვიმს, ეზო კეთილმოუწყობელია. დევნილები მინი სტადიონის მშენებლობას ითხოვენ. ამბობენ, რომ გარე განათებებიც კი არ აქვთ. სტადიონი არ არის, რომ ბავშვებმა ითამაშონ, რამე წესიერად რომ გავიდონ, ტალახია, წყალი დგება, საშინელება და რომ შეაკეთონ, რამე რომ ბავშვები გაერთონ. კი არის აქედან რაღაცა პატარა, მაგრამ არც ისეთი როგორც საჭიროა. რამდენჯერ ჩასრიალები დროს რაღაც მოუხერხებელია ქვევით. არ არის ის სწორად გაკეთებული, როგორც უნდა იყოს. აი ამიტომ რამდენჯერ წაიქცა ბავშვები და ხელი იტკინა და ფეხი. საერთოდ ერეფნებში ფანჯრებია ჩასმული და ის შიგნიდან არის შეღებილი მხოლოდ ფანჯრების ქვევით. და მთლიანი ის ფასადი შიგნით რაც გაფუჭებული იყო ამ 3 წლის განმავლობაში წვიმის გამო, ის არ არის შეკეთებული და ძალიან ულამაზო და უშნოა და თუ შეუძლია ჩვენს თავრობას, ჩვენს ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ გაგვიკეთონ და გაგვილამაზონ. ისე გამოვიდა, რომ ხელი დაბანილია და პირი დაუბანილი. ამ корпуსების პრობლემები მალთაყვის უბნის მუნიციპალიტეტში იყრის თავს. ტერიტორიულ ორგანოში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში მინი სტადიონის მოწყობა არ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება გზას, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი ირწმუნება, რომ მაისის თვის ბოლოდან გზა მოპირკეთდება. დევნილებს სახურავის შეკეთებასაც პირდებიან. რაც შეეხება ჭერს, რომელიც წვიმის შემთხვევაში ჩამოდის წყალი, ჩვენ დაუკავშირეთ შესაბამის სამსახურს და შეგვიდნენ, რომ დროულად იქნება მოწესრიგებული ეს პრობლემა. შინაი ინტერიერი რაც შეეხება, ეს არის მათი საკუთრება და ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს, რომ ბიუჯეტზე რამე თანხა გამოიყოს და ჩვენს მიერ იქ ეს შეკეთებული და შერემონტებული. იძულებით გადაადგილებული პირები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ დაწერილი არაერთი განცხადება ფურცლებზე არ დარჩება და საკითხებს რის მოგვარებასაც ისინი ითხოვენ რეაგირება მოჰყვება.